მოგესალმებით გვაჯიჯიებო, კუნჩაჩიებო, ფუჩაჩიებო, გრენდაიზერებო და ფანდრეიზერებო. დღეს რატომღაც მომინდა რომ ამდღარიყავი და გამეკეთებინა ეპიზოდი ერთ-ერთ ჩემს საყვარელ რეპერზე, ჰიპ-ჰოპ არტისტზე, რომელსაც ვიცნობთ როგორც Royce the 5'9". Royce ოდითგანვე Eminem-თან ერთად წამოვიდა ამ ინდუსტრიაში, რაც კიდევ ერთ ჰინტს გვაძლევს, რომ თუ Eminem-თან ამდენი წელი იყო და ერთად აკეთებდნენ მუსიკას და ეს არ დაიჩაგრა, შესაბამისად ესეც მაღალ დონეზე უნდა იყოს და ამაზე მეტყველებს Royce-ის დისკოგრაფიის ნებისმიერი ფუნდამენტური გვაჯაჯიური, არ ვიცი აითგენ მივყავს ეს ყველაფერი, მაგრამ დღეს ვისაუბრებთ პერიოდზე, როდესაც 2017 წელს Royce-მა გადაწყვიტა, რომ მე მგონი რაღაც მოწყენილი ვარ და მოდი ყველა სხვა რეპერის ტრეკს ავიღებ, რომელიც პოპულარულია და ჩემ freestyles დავადებ ამ ტრეკს, რომ ვანახო ვიღაც წღმერდემონებს თუ როგორ უნდა გააკეთონ ნამდვილი ჰიპ-ჰოპი. მაგალითისთვის გვაქვს რამდენიმე ტრეკები, რომლებიც აიღო Jay-Z-სგან, Rick Ross-ისგან, Playboi Carti-სგან და კიდევ სხვა იმდროინდელი ცნობილი რეპერების, Davis-ი მეტი სამწუხაროდ ახლა არ მახსენდება, თუმცა ცოტა ხანში გადავინაცვლებთ კომპიუტერთან, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა განვიხილო ეს კონკრეტული საკითხი და დიდი ალბათობით მსგავსი ფორმატი კიდევ შეგვხვდება რეპერტუარის სხვა ეპიზოდებში სამომავლოდ. ვეცდები პატარა შესავალი გავუკეთო ამ ყველაფერს, საიდან დაიწყო. რატომღაც Royce-მა 2016 წლის 5 იანვარს გადაწყვიტა, რომ YouTube-ზე დაედო ტრეკი, რომელსაც ჰქვია TDM TLTA, რომელიც აბრევიატურაა იშიფრება როგორც They don't make them like this anymore. ანუ ჩემნაირ ტიპებს უკვე აღარ აკეთებენო, ეს ანუ ჩემნაირი რეპერები აღარ არსებობენო რა. ეს თან ხდება იმ პერიოდში, როდესაც აი 2016 წელს პიკში იყო, რამდენიმე წლიანი პიკი ჰქონდა, მაგრამ 2016 წელშიც პიკში იყო Mumble Rap-ი. Mumble Rap-ის საწინააღმდეგო დიდად არც არაფერი არ მაქვს. პირიქით პოპულარულობა მოუტანა რეპს და ნომერ პირველი ჟანრი გახადა ჩარტებზე და ბილბორდებზე და ასე შემდეგ. მოკლედ პოპულარობისთვის ძალიან კარგი იყო, რომ ხალხს მოესმინა რეპი და შემდეგ ვიღაცას იქნებს სურვილი გაჩენოდა იმისი, რომ ბაზარი არა, ეს ნახეთ მოდერთის სხვებსაც გავხედოთ და იქნებს სხვები უკეთესები არიან. მაგრამ ანუ ეს Playboi Carti მაგრამ მეოსება, ბრო აი მოდი ხო და მოკლედ იმ ტრეკში TDM TLTA-ში Royce გვთავაზობს სხვადასხვა flow switch-ებს, სხვადასხვა punchline-ებს, ანუ ყველაფერი ერთად თითქოს ეცადა რომ გამოეტენა და ამასაც არ უნდა ჰქონოდა იმის ვიდი თითქოს Royce იჯდა და რაღაც 3 თვის განმავლობაში წერდა ამ ტექსტს, ანუ პირიქით Royce-მა უბრალოდ ბიტი დაითრია და რატომღაც აი იანვარში აწუხებდა თითქოს წლის დასაწყისში ეგრო აი ბიჯო ეხლა რა ცხავქნათო ამ წელსო სიმონო და 2016 წლის 5 იანვარს გამოუშვა ეგ ტრეკი და შემდეგ ერთი წელი სვაბოდაზე იყო ცოტა ხანი არაფერი არ გაუკეთებია ტიპს სხვა საქმეები ქონდა და უცებ რატომღაც 2017 წელს Royce გაეღვიძა და ვაუ ბიჯო რა ხდებაო Mumble Rap-იო და იგენიო სიმონ Playboi Carti და იმგენიო რატომ არიანო ჩარტულებიო და უცებ ადგა და ამ პოპულარულ რეპერებს რომლებიც მაშინ ძალიან ცნობადები იყვნენ თავიანთივე ინსტრუმენტალები მოპარა და რაღაც ერთ დღეში ან რამდენიმე წუთში დაწერილი freestyle-ებით ეცადა რომ მაყურებლებისთვის ეჩვენებინა თუ როგორი შეიძლება იყოს ჰიპ-ჰოპი იმასთან შედარებით, ვიდრე მაგალითად Playboi Carti რო აკეთებს. Sugar fucking pop. მართლა არაფერი არ მესმის დღემდე რა, Magnolia-ში რასაც ბაზრობს ტიპი. და საინტერესო ის არის, რომ Magnolia-ს ტრეკიც დაარემიქსა Royce-მა. დაარემიქსა რაღაც ისე ჩანს თითქოს David Guetta და რაღაც ეხა Skrillex-ის რემიქსი. ცოტა ხანში გადავინაცვლებთ კომპიუტერთან, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა აგიხსნათ ეს ყველაფერი და გადმოვცეთ ჩემი რეაქციები, ახლა აქ დინამიკებზე მუსიკას ვერ ჩავრთავ. შესაბამისად დღეს ახალი ხერხი გავტესტე, OBS-ზე დავაერთებ ჩემ კამერას. რატო გიყვებით ამ ყველაფერს? OBS-ზე დავაერთებ ამ კამერას, მაინც რო ვყვები და ჩემთან ერთად მოგასმენიებთ ჩემ ფავორიტ ტრეკებს, რომელიც Royce-მა ამ გარკვეული დროის განმავლობაში გამოუშვა. ხო და
ოპერატიულები მაქვს კიდე რამდენიმე დარჩენილი და ფასიო გეიზარდა ოსიმონ და ვინმე სტუგინად გაგატანთია აფშის. გადავინაცვლოთ კომპიუტერთან. გადმოვინაცვლოთ კომპიუტერთან კუნჩალიებო და ვეცდები რომ ცალ მხარეს მქონდეს გახსნილი როისის ტრეკი და მეორე მხარეს იქნება გახსნილი ტექსტი. მოდი რადგან პირველი ჩემი აზრით ეს ტრეკი იყო იმ ყველაფრის დასაწყისი, რასაც მოყვა როისის განრისხება და ყველას წინააღმდეგ შეტევა და მოვისმინოთ პირველი ტრეკი, რომელსაც ქვია TDM TLTA. They don't make them like me no more. Yeah, that's opportunity knock. I'm standing where it might be your door. To say to you that they don't make them like me no more. May God bless anyone against this conquest. Y'all high muscle like I'm pressed. Like I ain't out here walking around like I'm a one-man arm press. I'm just in the zone. I said let's talk, not let's talk. Let's just get it on. Who the best out right now? Just get him on the phone. Tell him I don't want much. I just want to tell him that I plan to come and kill him. I'ma probably talk to him soft like Liam Neeson. Like I'm being decent. I'm prime, I'm Slaughterhouse, I'm being me. I'm sorta like Pac in the vest. I got no fear in me, cause I done been to hell and back so many times that I think it's seen to smile on the face of the reaper. So don't waste your time praying to your creator. Too late, he can't make you like me, bro. Effortless flows whichever. დასაწყისშივე ეგრევე ძალიან ლამაზად ლაგდება მარცვლები. May God bless anyone against this conquest. მე მგონი აქეთა ხელით ჯობს რომ აუსი დავიჭირო. May God bless anyone against this conquest. Your high muscle like arm press. Like I ain't out here walking around like I'm a one-man arm press. I'm just in the zone. Like I said, let's talk, not let's talk. Let's just get it on. Who the best out right now? Just get him on the phone. აქ პროსტა ბაზარი მიდის, აი ეს არის უბრალოდ ბაზარი რა, შეიძლება არც ირითმებოდეს get it on და on the phone კი ბაზარია რა, მაგრამ პროსტა ბაზრობს რა ტიპი და მთელი მუღამით ამ ყველაფრის ისაა, რომ პროსტა ბაზრობს. ეს ძალიან სტრანი გამოსათქმელია. Tell him that I want much. I just want to tell him that I plan to come and kill him. I'ma probably talk to him soft like Liam Neeson. Akide შეიცვალა like I'm being decent. ძალიან პატარ-პატარა რაღაცები რითმება რა, არ გრძელდება ანუ Neeson, decent და peace and და რაღაცები აღარ მოდის მერე რა. მე ეგრევე იცვლება ისევ I'm prom, I'm Slaughterhouse, I'm being me. BME Bad Meets Evil, Slaughterhouse ჯგუფი სადაც როისია, Prime-იც კიდევ ერთი ჯგუფი სადაც როისია, DJ Primo-სთან ჯგუფი რა დუო. Კიდე effortless switch რა. აი აქედან cause I've been held back so many times that I think I've seen a smile on the face of the reaper. So don't waste your time praying to your creator. Too late, he can make you like me, bro. მე მგონი რაღაც აურიე, მაგრამ დაახლოებით ხომ მივხვდით რისი თქმაც მინდა რა. უმარტივესი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგიძლია წაბილწო ბითი. ბარემ მესამე ვერსის რაღაც ნაწილიც განვიხილოთ. Make them like this no more. That's opportunity knock. I'm standing there like this, yo, to say to them that they don't make them like this no more. This ain't the standard ops, you niggas done ran across. I send my little man across the street. He'll stop squeezing till something pops into your head like a random thought. I don't care for drama. You wanna get to the bottom of that? Call catfish. Now let me get back to what I was doing. This 100-round drum turns around time in mixed months. St. Valentine's Day massacre, March Madness wrapped in a big blunt. Let's smoke the niggas who really live it, who know what beef really isn't. Don't speak if it really isn't. Got niggas doing life in the prison on the iPhone and the core links, and I live in the no-fly zone. And more dangerous is all that I got my eyes on. I see you clowns through the eyes of the Lord. I'm looking down knowing I'll be around for your rise and your fall. You rhyme, what's more mind-blowing than a 9 in your jaw? Even a weak flow could be nice. I'm taking penitentiary chances. We roll the dice like the Migos and Vice. You want these hoes and likes. Me, I'm the one there'll be no one like. გადავიდეთ მესამე ვერსზე, სადაც თავიდანვე ჯერ ერთი ჩოპინგით იწყება და მე აი კიდევ იმის თქმა მინდა რომ რაღაც მომენტებში უბრალოდ ლაპარაკობს მაგალითად აი ამ მომენტში, როდესაც ვიტყვი მიხვდებით, ნუ ვეცდები რომ ისე წავიკითხო როგორც როის, თუმცა დიდ ლაპტოპით არ გამომივა, მაგრამ აი აქედანვე This ain't the standard up niggas done across. I said my little man across the street. He stops squeezing till something pops in your head like a random thought. არ გამომივიდა, მაგრამ ნუ როის როგორც აკეთებს This ain't the standard up niggas done across მეთქიდან ran across and send my little man across the street. He stops squeezing till something pops into your head like a random thought. I don't care for drama. არაფრიდან მოსული ლაინია ეს და იქამდე stop და pop squeeze the street ასევე standard ups და something pops ესეც ირითმება ერთმანეთთან
ну, короче, ეგრევე ამის შემდეგ flow იცვლება ისევ აი ამ მომენტთან მოვიდეთ სადაც აი აქედან დაწყებული The sun around drum turns around like a mixed month saying Valentine's Day massacre March madness wrapped in a big blunt და ეგრევე ისევ switch Let's smoke the it's really live it who know what beef really is it don't speak if it really isn't got it's doing life in a prison on an iPhone and a call links I live in a no fly zone and more digits is all that I got my eyes on ისე ვიცვლება ქვევიდან მე ნუ კაროჩე რა იმენა ტიპი თავზე იმხობს რა ყველაფერს და მე მგონი საკმარისი არის იმისთვის რომ პოინტი გაიგეთებინა როის რომ ჩემნაირებსო აღარ აკეთებენო ანუ თქვენ ჩემნაირი აღარ ხართო და მოდი ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავიდეთ მეორე ტრეკზე რომელსაც ქვია Wait a minute Wait a minute არის Fresher-ის ტრეკი რომელმაც ნუ თავის სტილში ეგეთი ვერსი დაწერა ტრეკზე და მოდი ვნახოთ რა შეუძლია როის ამ ტრეკის ესე ვთქვათ და Fresher-ის დასამცირებლად მოდი ესე ვთქვათ Wait a minute. Wait a goddamn minute. Wait a minute. Wait one fucking minute. I'm looking at your year end list. You choosing rappers you're friends with. Who be rapping what their friends did. Toolie ratchets and extensions. Wait a minute. We done already heard their best shit. We already got the message. They on the lean Molly Percocet trip. Think I found what real success is. Running around here since the message. 40-pounder full of death wish. Money counter full of blessings. I send a cannonball right out the cannon barrel through your wall closet, through your damn apparel, through your grandma chair, through your granite countertop, and I ain't trying to stop until you standing on the doorstep of the man upstairs, nigga. You're next. Wait a minute, nigga. I've been going crazy on these records way before Flex. Just a bad half shady vortex, Army Navy warfare. Y'all them Barnum Bailey boys, best to back the fuck up or get smacked the fuck up 80 million different ways. If I say it's fuck the world, then the world getting fucked 80 million different ways. When I'm finished with it, then the world gon' get the A's like some 1984 sex. This the traumatize your favorite rapper, yeah. This the homicide related racketeer. All I'm trying to hear today is trap and drill. It's all down here from here like Jack and Jill. Wait a minute. Wait a motherfucking minute. I'm giving all my hoes an ultimatum. She my mascot. I'm just trying to motivate her. I'm just popping, she just getting ass shot like a Soulja Boy home invader. I get a whole clip to all my haters just so I could go and get exonerated. Wait a minute. Wait a motherfucking minute. ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით. Fresher bro, შეიძლება რომ უბრალოდ გაიჯვა. I'm rapping in the back, და ტიპი ნახირებს ბაზრობს. ამ პროსტ აი აქედან მოყოლებული რაც ხდება რა. I send the cannonball right out the cannon barrel through your wall closet, through your demo pail, through your grandma chair, through your granny countertop, and I ain't trying to stop until you standing on the doorstep of the man upstairs thinking you're next. Wait a minute, I've been going crazy on these records right before Flex. This is a bad half shady vortex. I'm in every warfare. Y'all know Barnum Bailey boys best to back the fuck up or get smacked the fuck up 80 million different ways. If I say it's fuck the world, then the world getting fucked 80 million different ways. When I'm finished with it, then the world gonna get the AIDS like some 1984 sex. This is traumatize your favorite rapper here. This is the homicide related racketeer. All I'm trying to hit today is trap and drill. It's all downhill from here like Jack and Jill. Wait! She just getting ass shot like a Soulja Boy home invader. იმიტომ რომ Soulja Boy ტრაკში ესროლა მისი სახლის ქურს ხო? სწორად მახსოვს. იმედია Soulja Boy-ს არ ესროლეს. ახსნა აგერა ერთი წუთით. What happened years ago? რაღაცა ხო, ანუ Soulja Boy მესროლა იმ ტიპს, ბაზარი არა, ტრაკში გაარტყა ტყვია. აქ თვითონ იასნა Fresher-საც იმაზე აჯვამს, რომ პროსტა ტიპის ბიტს ავიღებოდა, შეიძლება უფრო fresh ვერსია დაუბრუნა უკან და ნუ Fresher და Fresher-ის კაროჩე. ბევრი საინტერესო ლაინია რა, თუნდაც around doll like Rajan, მაგრამ გამოითქმის როგორც around doll like Rajan, როგორც Rajan Rondo. ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო უკეთესი ვარიაცია. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ვიღაცას შეიძლება Fresher-ის ვერსია უფრო მოსწონს და რავი, respect bro რა ის respect. ხო კარგად ასწავლ ყველაფერი.
იმის თქმა დამავიწყდა, რომ Wait a Minute იყო პირველი ტრეკი, რომელიც უკვე ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაიწყო და 2017 წელს 7 იანვარს გამოვიდა და შემდეგი ტრეკი, რაზეც ახლა უნდა ვისაუბროთ, I Got the Keys, რომელიც არის DJ Khaled-ის და Jay-Z-ის ტრეკის რემიქსი, გამოვიდა 16-ში. ანუ 9 დღის შემდეგ. Kings, I roll up and squeeze. Y'all up the kings, well I'm about to see. I talk Skrilla like an art dealer. I'm large money that's been augmented for the small printer. Homicide business got me side flipping like I'm cartwheeling. I'm Godzilla wearing Margilla in the mall inside of the Guitar Center. Got the boss mental, got me off a little, barking at the dog kennel. Keys open doors, I said keys open doors, squeeze open force. Leave your boys leaking, leave your velour looking like some old weave on the floor. Please don't ignore me, I'm going to war, blowing weed in the foreign toy. My shooter's killing anything I'm pointing towards. Anything I'm pointing towards. I would swing this mic when I rhyme and thought I bet I bring it. I'm what you get if Fetty Wap were to rob a marksman with Robert Markman, a dead-eye genius, Jedi demon. He said promethazine, I bet I lean him. I made $1 million, I ain't sell out, I just got the hell out Neiman's. Nigga, my chips up, ask me, am I in my PRI? I stop you just so I can spell out Pringles. I'm in the strip club, I shell out singles. I'm the flowing boss, sweeper semis, pick one, head or tails, either way. You about to let Akeem eat cakes, and I got something for them crooked cops too. Let him pray, turn his wedding day Freddie Gray. Let that machete behead him, set him straight. Let it devastate, let it so levitate, let the levees break. I'm murderous, I got Reaganomics in my verbiage. I'm a wavy rhymer, a Mercedes rider, I'm an 89 Cartier with diamonds. At the Furrier, Saint Laurent sipping Merlot. You would never catch me boxing with the burner. 100 in your mouth like Ted DiBiase did to Virgil. I'm Christmas gifting y'all rapping shit. I fit the description of accidents in the axle of the bent. I have an immaculate acumen. You a splitting image of accidental flatulence. All it takes to be a gangbanger on wax these days is the engineer to come in and patch you in. მადლობა ღმერთს, რომ ეს პერიოდი დაგვიდგა 2017 წელს. და ყოველ შემთხვევაში მე რომ მაშინ როისის ფანი ვიყავი და ამ ყველაფერს მოვესწარი ძალიან ბედნიერი ვიყავ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა კონკრეტულ თუნდაც დასაწყისზე რა თუ პროსტა როგორ ეთამაშება ხმოვნებს I talk Skrilla like an art dealer. I'm large money that's been augmented for the small printer. I'm a side business got me side flipping like I'm cartwheeling. I'm Godzilla wearing Margilla in a mall inside of the Guitar Center. Got the boss mental, got me off a little balking at the dog kennel. Autანელია უკვე ეს ყველაფერი. Keys open doors. I said keys open doors, squeeze open force, leave your boys leaking, leave you off a lot. Leave you overload looking like some old weave on the floor. Please don't ignore me, I'm going to war, blowing weed in a foreign toy. My shooter's killing anything I'm pointing towards. Anything I'm pointing towards. Რანაირად ხდება, ანუ, ნახე. I would swing this mic when I'm rhyming, thought I better bring it. I'm what you get if Fetty Wap with a rubber marksman, with a Robert Markman, a dead-eye genius, a Jedi demon. He said promethazine, I bet I lean him. I made $1 million, I ain't sell out. I just got the hell out Neiman's. Velapē, ანუ მარცვლები რა პისტიცადაა დაალაგებული. My chips up, ask me, am I in my PRI? ანუ ჩემ პრაიმში ვარო, უნდა ყოფილიყო კითხვა რა. Am I in my PRI? I stop you just so I could spell out Pringles. I'm in a strip club. I shell out singles. როისი არის საუტანელი, როდესაც მოისურვებს, ანუ ყოველთვის იმენ რატომღაც ტიპს არ გამოსდის, რომ პიზდეცი ალბომი გააკეთოს და mixtape-ებზე იმენა დედის პროსი ხურავს თავზე. I came in here to grow the crime rate. Bodies on top of bodies, homie. I got skeletons in my closet that can do the famous video with Kanye. My status loony. Got low my chroma, making newsy more than Donna Glover. Love that song, Bad and Bougie. Bad and Bougie, I'm a black addict mooly. With an attitude in a padded room full of savage ghoulies. Erratic goonies, I don't battle. I look at battle dudes like battle who me. Turn his wedding days Freddie Gray. Let the machete behead him, set him straight. Let it devastate, let the soul levitate, let the levees break. I'm murderous, I got Reaganomics in my verbiage. I'm a wavy rhymer, I'm a Mercedes rider, I'm a 89er Cartier with drama. With diamonds. საზისღრობა, ძმა, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ერთმანეთთან ირითმებოდეს ესე კარგად. კიდე ბოლოში, I'm Christmas gifting y'all rapping shit. I fit the description of accidents in the axle of the bent. I have an immaculate acumen. You are splitting image of accidental flatulence. ეს კვილია ვინც არიცით.
შემთხვევით რო გაგეპარება. All it takes to be a gangbang on wax these days is the engineer to come in to patch you in. კიდევ ერთი პიზდეცი ტრეკი. არ ვიცი ყველაფერი თუ ისე ახსენი როგორც მინდოდა რომ ამიხსნა, მაგრამ მოდი გადავიდეთ შემდეგ ტრეკზე, რომელსაც ქვია ეს რატო ამოვიდა აქ. შემდეგი ტრეკი, რომელსაც ქვია Beats Keep Calling. ეს უკვე გამოვიდა 23-ში, ის 16 იყო, ხო? დაჟე აგერ წერია. 16-ში ეს გამოვიდა 23-ში. ანუ გადავითვალოთ. ერთ კვირაში დაგვიგდო ახალი ტრეკი, რომელიც არის ორი ტრეკის მიქსი. ანუ თავიდან აიღო Migos-ის Bad and Bougie და მაგის მერე არის French Montana's Lockjaw. კი ბატონო, შევეჭიდოთ ამ ტრეკსაც და ამის მერე ერთი ტრეკი დარჩა და გაუძველით მეგობრებო, ყველაფერი კარგად იქნება საბოლოოდ. This that your career's overflow for real. This ain't four-wheeling, rover coke, heroin, cane, bone chilling, cold with no feelings, bagging dope dealing, hoving, no ceilings, Wayne. Started out like nah, I shoot guns, heavy's the head with the crown, slaughterhouse, my mind's 2 tons, hardest out like John Q's son. You Salt Bay, a la Salt Day, a la carte tray, Molotov through your restaurant window, Mr. Hyde, Dr. Jekyll, Nickel 9, Ricky Grimes, I'm Sylvester Mindbender. I spark fours that'll arch floors, that'll have whoever acting hardcore, doing parkour. I'm a dark port aboard the Darfur, recording harsh thoughts for the art form. Taking me to your leaders like showing Chuck Norris where glass doors, while I'm just trying to stay out of jail. That's war I stay strapped for. Y'all can run while the gat's blowing, and if I miss your ass, then I guess you saved by the bell. Like Zach Morris, I'm on bando time when I ride through cities. Before my time, RP Bobby, Chrissy, Art, Bobby, Whitney, Flo, Casey, JoJo, let that Tech 9 go. Casey, Mo, bro, I don't stand my ground. I just demolish niggas. Simple, you against me, you ain't riding with me, bitch. Not only do I kiss and tell, I'm Orlando Brown when I describe them titties. I'm the rubber band, oh God. I'm French kissing with a bitch, you mentality, voodoo and como tally voo. While I'm hula hooping dollars for that stolly tooth. My future look like Juju in a bodysuit. When you niggas gon' admit it that I'm better than the youngins, that I'm better than the legends. Never did I dumb it down or did I settle? I'm Rick the Ruler in every different measure. I ain't just a R, I'm every different letter. ამ ტრეკის მეორე ნაწილზე დღეს არ გვიქნება საუბარი, იმიტომ რომ მეორე ნაწილში ძირითადად რაღაც preaching-ის სტილში მიდის ბაზარი და მოდი დავიწყოთ პირველი ტექსტის, პირველი ვერსის თვალგადავლების პროცესი. Короче, ვერსის დასაწყისებების დეცია. This ain't your career's overflow for real. This ain't four-wheeling roll with coke, heroin, cane, bone chilling, cold with no feelings, banging, dope dealing, hoving, no ceilings, Wayne. ნახე რა რაღაც ხდება აქ. Your career, flow for real. Four-wheeling, roll with coke, heroin, pauza, cane, bone chilling, four-wheeling, bone chilling, pink chilling, cold with no feelings, banging, dope dealing, hoving, no ceilings, Wayne. Is pauza აქ ასე რატო ხსნიდი ხელით ის პაუზა რაც ტიპმა აიღო აქ roll with coke, heroin, cane ანუ აქ ეს cane ხო არაფერ შუაში უნდა ყოფილიყო მაგრამ ისე დაალაგეს ყველაფერი რომ this ain't four-wheeling roll with coke, heroin, cane, bone chilling, cold with no feelings, banging, dope dealing, hoving, no ceilings აქ შიგნით ყველაფერი გაირთმა და ბოლოსში მაინც cane და wayne გაურითმა ერთმანეთს ტიპმა ამის ქვევით აქ რა სისულელე ხდება ნახე a la Salt Day a la carte tray, Molotov through your restaurant window, Dr. Hyde, Dr. Jekyll, Nickel 9, Ricky Grimes, I'm Sylvester Mindbender. როგორ გაირითმა რესტორანის window, ანუ restaurant window, როგორ გაირითმა Sylvester Mindbender-თან. A la carte tray, Molotov through your restaurant window, Mr. Hyde, Dr. Jekyll, Nickel 9, Ricky Grimes, I'm Sylvester Mindbender. Restaurant window. Sylvester Mindbender. რაღაცნაირად გაირითმა, короче, ეს ორი რაღაც რა. I spark fours that'll arch floors that'll have whoever acting hardcore doing parkour. I'm a dog porter. როგორ გამოითქმის? Brought the dog for recording harsh thoughts for the art form. Taking me to your leader-ish like showing Chuck Norris where the glass door is. Well, I'm just trying to stay out of jail. That's what I stay strapped for.
And bro, that's what I stay strapped for. That's what I stay strapped for. Yucking around while the gas blowing. And if I miss your ass, then I get you saved by the bell like Zach Morris. Აქ კიდევ იცვლება flow. I'm on bendo time when I ride through cities. Before my time, RP Bobby Chrissy or Bobby Whitney flow. Casey Jojo, let the Tech 9 go. Casey Mo, bro. I don't stand my ground, I just demolish. Simple, you against me, you ain't riding with me. Bitch, not only do a kiss and tell, I'm Orlando Brown when I describe them titties. Bitch, I love them titties. Აქ შიგნით რაც ხდება რა, საინტერესო რაღაცაა. Before my time, RP Bobby Chrissy or Bobby Whitney flow. Casey Jojo, let the Tech 9 go. Casey Mo, bro. I don't stand my ground, I just demolish. Simple, you against me, you ain't riding with me. Bro, uბრალოდ კაიფობს ტიპი რა. თორე რა შუაში, ანუ რა საჭირო იყო ამ ყველაფრის გაკეთება აქ? Ride through cities, Bobby Chrissy, Bobby Whitney, Dotep, Flow, Casey Jojo, Tech 9 go, Casey Mo, bro. იმიტომ რომ Tech 9 Kansas City-დან არის, Kansas City Mo, Casey და Jojo, ძველი რეპერები, Bobby Chrissy, ვინა მართლა Bobby Chrissy? საინტერესო მომენტი არის ამ ყველაფრის გასაღებ. Bobby Christina Brown. Bobby Brown-ი არის. Okay, Bobby Brown-ის შვილი. Being found unresponsive in the best of months. საწყალი ნათელში ამ ყოფოს ხო ერთმა. რატო გამეცინა? არ ვიცი, მოკლედ რა ქვევით კიდე წავიდე. I'm a rubber band man, but I do more than count bands. Fuck sipping 40 ounces, I'm sober out here fucking hoes like 40 ounce man. და რა გასაკვირია კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც გადავიკითხავთ. I narrow down shit the Farrakhan way. You can find me anywhere the crime wave. I'm Schwarzenegger, you Sarah Connor, and your favorite rapper act like Eric Andre. კიდევ ერთი ავადმყოფური მომენტი, რომელიც აი აქ ხდება ზუსტად. I'm French kissing with a bitch, you mentality, voodoo and comotali foos while I'm hula hooping dollars for the snarly tooth. My future looks like Juju in a bodysuit. When you just gonna admit it, then I'm better than the youngest, that I'm better than the legends. Never did I dumb it down or did I settle? I'm Rick the ruler in every different measure. I ain't just I'm every different letter. I can give you chicken lemon. Arroche რა მოვჩეთ ამ ტრეკსაც და მესამე ტრეკს გადავიდეთ. ამათ გარდა სხვათა შორის კიდე არის დაახლოებით 7 თუ 8 ტრეკი, რომელიც შემდეგ უკვე mixtape-ში გამოუშვა, რომელსაც Bar-Exam 4 ჰქვია. ეს იყო ბოლო ტრეკი, რომელიც იანვრის პერიოდში დადო თავის channel-ზე და მე აღარ დაუდი არაფერი, მე მგონი ივნისამდე. მოდი მაინც გადავამოწმოთ, აი აქ გვიწერია. June, კი ბატონო, 20 ივნისამდე არაფერი არ დაუდია და მე ეს ტრეკები დაიდო, რომელსაც მოუბრუნდები ამ ვიდეოს შემდეგ. ხო, სანამ ჩავთავ იმას ვიტყვი, რომ პირველი ტრეკი არის Big Sean-ის Moves, რომლის remix-იც არის პირველი ნაწილი და მეორე რატო არ წერია No Hook-ი, რომელიც არის Davis-ის. Davis-ი რაღაც ის უნდა იყოს, რაღაც პროპაგანდისტი ან რაღაც Davis-ი. I can lose, but I've been had to move. I decided on pre-order. My little homie just went gold. A Hakalugi on the reporter. Detroit is on Pete Rose. That's Armstrong on steroids. Gated up, no wing toes. My phone blowing up so much, a nigga may end up like CeeLo. I bounce back like the fattest ass she can have attached to the fattest hips. And anything after this shall be considered cataclysmic. Counting packs like a statistician. Emphatic charisma, savage enigma. I have a religion to handle your rhythm like cannibalism. The camera rolling and it's time to flow. I don't know, I just go carnival. I'm from Otanya, you know, I can just line up the hollow tips inside the clip and I can just go down the road and knock them down like some dominoes. After you already out, then I'm dropping some more and you like you Tupac in the commandos. Watching my comments like paparazzi watching Sacha Obama grow. I got Elijah Muhammad glow. I got the dough, these rappers claim they got it, the house in my drawer in the envelope. My focus phenomenal, my temperature so hot and cold, I broke the thermometer. Guarantee I will kill the flow. This remind me of Lala Anthony ass in that new edition movie. Niggas try to cover it up and make it look old. Guarantee I'ma still steal the show. I been had the moves. I remember these bitches was just a you gonna get these bars. For free. It's bad half and finally famous. The weapons Iranian. Y'all niggas is Pomeranian. My Damon, y'all Pootie Tang, nigga, I'm Damien. Shots drop from out of my cranium. My mind is LeBron draining them. 5-finger ring titanium. Already in your top 5. Now my dangling, now dangling.
I'm flyer than Tom Chambers on the first NBA Live. Double pumping from the 3-point NBA line. On that war page with that 24 gauge. But when I double pump it, I'm Prime Chamberlain. Every track on the record got a background message. We don't back down ever. I'm putting the autobiographical book out with the Book of Ryan. I just let my bitch in LA read. Now that sounds epic. My mind carries words. You couldn't walk a mile in my patent leather Larry Bird black kind weapons. I hope you know that it's more fishes to send to sea. I stole your hoe. We've been kissing like we've been sitting in a tree. And these hoes in Detroit be tricking so much they can completely go up a magician's sleeve. You talk cool as a jacuzzi. Everything in me is built in. Nah, I don't borrow. I'd rather discuss loaning. I'm ready to go to war with whoever the fuck want it. Y'all weigh your respect against your release date. I'm just an artist, dog. I don't know how to be fake. ესეც საბოლოო ტრეკი, რომელშიც უკვე პატერნი ვიპოვეთ, თუ ორი ბითი იჭითება, მეორე ბიტზე ძირთად პროსტა ბაზრობს ტიპი რა. ანუ იმინა გელაპარაკება რაღაც ისტორიებს გიყვება რა, იქ აქცენტი გაკეთებული რაღაც ფლოუზე და რაღაც საოცრებებზე. რაც ჩვენ საქმეს გვიმარტივებს, იმიტომ რომ მოდი გადავხედოთ თუ რა ხდება პირველ ვერსში. I bounce back like a fattest ass, she can have attached to the fattest hips, and anything after this shall be considered cataclysmic. Count stacks like a statistician, then fatty charisma, savage enigma. I have a religion to handle your rhythm like cannibalism, the camera roll. Ranaida dambobs mamas. I bounce back like a fattest. Moisa. I bounce back like a fattest ass, she can have attached to the fattest hips, and anything after this shall be considered cataclysmic. Counting packs like a statistician, emphatic charisma, savage enigma. I have a religion to handle your rhythm like cannibalism, the camera rolling in, it's time to flow. I don't know, I just go carnival. I'm from old time, you know, I can just line up the hollow tips inside a clip, and I can just go down the road and knock them down like some dominoes. I bounce back like a fattest ass, she can have attached to the fattest hips, and anything after this shall be considered cataclysmic. Counting packs like a statistician, emphatic charisma, savage enigma. I have a religion to handle your rhythm like cannibalism, the camera rolling in, it's time to flow. I don't know, I just go carnival. I'm from old time, you know, I can just line up the hollow tips inside a clipping. Hollow tips inside a clipping. Da 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 da. And I could just go down the road and knock them down like and knock them down like some dominoes. Bro, აი просто არ ვიცი მე რამდენიც დაიყო ეს, მაგრამ მე მგონი როგორც იქნა წავიკითხე, როგორც საჭირო იყო ის. როგორც იქნა ტანჯვა წამებას მოვრჩი და ეხლა უბლაროდ მინდა ვახსენო რამდენიმე ტრეკები. პირველი არის როისის CD Lawrence-ი, რომელზეც სცადა რომ Lupe Fiasco's Mural ტრეკ გამოიყენებია, უბრალოდ მის ინსტრუმენტალი. თუმცა არ ვიცი ხა სხვა ბაზარი არა, ეს 4 ტრეკი რაც განვიხილეთ, ჩემთვის ყველა უკეთესია ვიდრე ორიგინალი. მაგრამ რავი, Lupe's ტრეკს როისი რა, მე მგონი ვერ აჯობებს რა. ნეტა მოხდეს ეგეთი რაღაც, მაგრამ Lupe კიდე უფრო მაღალი ლეველია და Murals-ზე რასაც აკეთებს და ვაფშე ან შემდეგი ეპიზოდი მინდა რომ მაგ ტრეკზე გავაკეთო, ან მინდა რომ ეგ მთლიანი ტრეკი ავხსნა და განახოთ რამდენი რაღაც შეიძლება ჩაეტიოს 9 წუთიანია მგონი ხო ეგ ტრეკი. მეორე ტრეკი რომელიც ალბომში ან უბრალოდ mixtape-ში აქვს როის, ეს არის Magnolia, შეგიძლიათ ამასაც მოусმინოთ, საკმაოდ კარგი ტრეკია. მიუხედავად იმისა, რომ ну, короче, მე იმენა ვერ ვუსმენ მაგ ტიპს და თუ ორიგინალი ვერსია მოგწონთ ბაზარი არა. Line in the Sand, Combat-ი, Wake Up-ი, რატო არ მიწერია ესენი ვისი, ესენია ბითები. თუ ნეტა არავის ბითები არა ესენი. შემდეგ გვაქვს In My Zone-ი და Mask Off. Kendrick Lamar-ის Backstreet Freestyle და Future-ის Mask Off-ი არის ერთად და ბოლოს Layers-ი, რომელიც Rick Ross-ის, Santorini Grease-ის ტრეკზე არის და ძალიან ბევრი ტრეკი სხვათა შორის ანუ mixtape-ში რაც არის გაკეთებული არის ან DJ Green Lantern-ის ან მის Justice League ქვია ხო? ამ ორი ტიპის დამსახურება ძირთადად რომ საკმაოდ მალე მოიხოდა ეს ისენი რა mixtape-ები. ესეც ასე გვაჯუჯიება. მადლობა პირველ რიგში რომ გაუძელით ამ ყველაფერს და იმედია თუ ეს ტვინის ხრწნა დიდად არ გაგისწორდათ, იქნებ თვითონ ტრეკები მაინც გაგისწორდათ და პლეილისტს რო შეემატოს რამდენიმე ახალი ტრეკი უკვე ოკეია რა, რაღაცას მივახციეთ ესე იგი დღეს.
და რაც შეეხება როისი ძალიან დიდი ხანია ცდილობს რომ ტოპ რეპერი იყოს, ლირიკოსი. დავიწყოთ იქედან რომ აი 96-ში იყო მგონი, იქედან მოყოლებული ემინემთან ერთად 99-ში ჩაწერა ტრეკი. სხვათა შორის საინტერესო ფაქტი Renegade ტრეკი, რომელიც Eminem's და Jay-Z-ის არის და ამით არის ცნობილი, პირველი Royce-ის და Eminem's იყო, მაგრამ Eminem-მა თქვა მერე რომ ну короче აგერო ჩვენი ძმა არის სიმონო ჯაყზეო ბიჭო და Jay-Z მინდა რომ იყოს და Royce-მაც კაი ბაზარი არაო რა, Jay-Z თუაო ჯანდაბას. აქ დაურთავ იმ ტელეფონის მიმოწერებს, რომელსაც Eminem-ი წერდა Royce, მას შემდეგ რაც Royce-ის ფრისტაილები დაიდო, რომ იმენა მძულ ხარო რა თესლი ფრისტაილები დადეო რაღაცა ეგეთი. არ მახსოვს უბრალოდ ჩინარისი, მაგრამ короче აქ გამოჩნდება რა. და იქედან მოყოლებული Royce-ის ალბომები, რაც არ უნდა სტრანა ჟღერდეს, მაგრამ არა სტრანი, ეგრეა ბევრ სხვა რეპერზეც ძველი ალბომები, მაგალითად DIC და Success is Certain, Death is Certain არის ეგ DIC-ც. ეგ ორი ალბომი ჩემთვის მაგალითად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ლეგენდარული არის, ვიდრე რაც მას შემდეგ გამოვიდა კი, Book of Ryan-ი კარგია, mixtape-ებიც კარგია, ახლა აღარ მახსენდება Royce-ის Layers-ი ერთ-ერთი საუკეთესო ალბომია მისი, თუმცა ის ძველებს რაღაცნაირი განსხვავებული ჟღერადობა აქვს, თუ თავისი ნიშა აქვს, თუ არ ვიცი რა იყო. განსხვავება ამ ალბომებს შორის ის არის, რომ Royce არ მახსოვს როდის მერე არის soberi, ალკოჰოლიკი იყო იმენა, გაქანებული პეტრონს სვამდა, ვიცი მთელი მისი დღე და მოსწრება. რაც ალკოჰოლს შეეშვა, თითქოს ცდილობს რომ უფრო რაღაც conscious რეპერი იყოს, თითქოს მისი სიტყვათა მარაგი გაზარდა, თითქოს არა, ანუ აშკარად ეტყობა მის ახალ ტრეკებს, რომ სიტყვათა მარაგი აშკარად უფრო დიდი აქვს, ვიდრე ეს ქონდა სადღაც 2006 წელს და 2008 წელს. ერთ-ერთი ჩაჭერა ალბომი ასევე არის Eminem-თან ერთად რაც აქვს 2012 წელს გამოშვებული Bad Mitzvah ალბომი. ჩემ წინა ვიდეოებში გქონდა აქედან ერთ-ერთი ტრეკი, რომელსაც ლირიკულ აკრობატიკებში განვიხილავდი, თუ სწორად მახსოვს. Welcome to Hell ძალიან კარგი სამაგალითო ტრეკი არის, თუ რა შეიძლება გელოდეს, როდესაც Eminem-ს და Royce ტრეკზე ხვდები. Fast Lane-იც კარგია. მეტი არაფერი მახსენდება ახლა იმ Echo არის მე მგონი კიდე ძალიან კარგი ტრეკი, Loud Noise-ზე Slaughterhouse-ი ერთობა. ну короче, Slaughterhouse-ი ხო ცალკე ჩაჭერა იქ რაც აქვს Royce განაკეთები, ეგ კიდე მეტყველებს იმაზე, რომ მისი longevity და ანუ დროთა განმავლობაში ტიპი მძღნერად რო არ იქცა და ყოველ ჯერზე რო რაღაცა პიზდეცდებს მაინც. და ამ ყველაფერთან ერთად მახსენდება კიდევ ის ფაქტი, რომ LA Lakers-ის მეასე ფრისტაილი, სადაც Royce მივიდა და იმენა აი წეისვა, короче, ყველაფერი რა, ეგ ფრისტაილი, აი LA Lakers-ში ვინც მისულა, ალბათ თითზე ჩამოსათვლელი არის ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უკეთესად რეპავენ ვიდრე Royce. და ეგეც იმ შემთხვევაში თუ ორივე ხელზე ჯამში 5 თითი გაქვს. ანუ top 5-ში შევიყვანი, ხო ასე ვართ. LA Lakers-ში ვინ იყო ეგეთი Black Thought-ი, მაგრამ ეგ Funk Flex-ი იყო. короче, ძალიან შორს მიდის ეს ფიქრები, ისევ Royce მინდა დაუბრუნდე და ჩემი ფიქრთა მატარებელი არ დავკარგო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან ავირიე, აუცილებლად მინდა ვახსენო ის ფაქტი, ხო იმაზე საუბრობდი, რომ Slaughterhouse-თან ერთად Royce აი უპისდეცესი ვერსები აქვს ჩაწერილი. მაგალითად აი Truth record როა თუ короче ვერ ვთქვი მე წესიერად, მაგრამ ისეც წკაპან. Royce Jima Simon თუ უყურებ აი ვიდეოს, მადლობის მედი რამე თქვის ბიონა. აი ჩამოიაგერა ცხა ერთი ბიჭებს ერთი ორი სიტყვა. ხო და გვაჯეჯიებო ეს გადაცემაც დასასრულს მიუახლოვდა, ეს არის მე-10 ეპიზოდი, ეს იყო უფრო სწორად მე-10 ეპიზოდი. ილიტერატი რეგვენი ვარ ძმა, просто ანუ რა. მადლობა თუ ბოლომდე გაუძელით ამ ყველაფერს. შემდეგი ეპიზოდი დიდი ალბათობით გვექნება მართლა როგორც ვახსენე Lupe Fiasco's mural საზიზღრობა ინგლისური ენა mural
mural. Короче, მურალი. Lupe Fiascos მურალი ვიო. ძალიან მინდა იწლებია მაგ ტრეკზე მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ მთელი 9 წუთის განმავლობაში ტიპი არ ჩერდება იმენა აწובה და короче ჩიჩია ხო არ მაგთქო ვიო კბილებში ამდენი რაღაცის დაღეჭვით და ახსნით სიმონ. დავით აბა გვეჯეჯიებო და პინჩეჩიებო PC და გიცით როგორც უნდა მოიქცეთ subscribe ვისაც არ გაქვთ გაკეთებული, რავი bro, რა ჯანდაბასელოდებიან მე-10 ეპიზოდია ხო? Peace. Whoa, whoa, chuma.